განვიხილოთ თუ რა მოხდა ბოლო 5-7 წლის განმავლობაში გერმანიაში. გერმანიამ 3 სტრატეგიაში განახორციელა ინვესტიცია. პირველი ეს იყო რუსეთთან ძალიან თბილი ურთიერთობების შენარჩუნება იაფი ენერგორესურსების შესაძენად. მეორე სტრატეგია გულისხმობდა ძალიან კარგ ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან, რა დროსაც გერმანია თავისი პროდუქტების დიდი ოდენობით ექსპორტს ჩინეთში ახორციელებდა. ეს განსაკუთრებით საავტომობილო ინდუსტრიაზე ითქმის. მესამე მიმართულება იყო განსაკუთრებული ურთიერთობები ამერიკასთან სამხედრო საკითხებში. და რა მოხდა ბოლო 5 წელიწადში? ეს ყველაფერი დაინგრა. რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ჩვენ დავბლოკეთ რუსეთიდან იაფი ენერგიის მიღების საშუალება. და ეს გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ და მისმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტური ევროპის მწვანე შეთანხმება დაამტკიცეს. ჩემი აზრით, ეს ყველაზე სულელური რამ იყო, რაც ოდესმე გაგვიკეთებია. გულისხმობ ინვესტიციის დაბანდებას არა ტექნოლოგიებში, არამედ კლიმატის ცვლილებების იდეოლოგიაში. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.